მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გამომწერებო და კიდევ ერთხელ მადლობა კომენტარებისთვის, რასაც წერთ, ანუ რომ იყურებთ, ისიც უკვე კარგია. შესავალს გავაკეთებ. ეხლა სიამოვნებს თუ არ სიამოვნებს და აღიზიანებს ძალიან ბევრს ჩემი საუბარი, მესმის, მაგრამ გაგებით მოეკიდეთ ამ ყველაფერს. თუ საუბრობ ბევრს და ზოგჯერ მაქვს ეს ენერგია მოსღვავებული, ეს ყველაფერი ჩემგან არ არის. ჯერ ერთი, იმიტომ რომ მე თვითონ არაორდინალი ადამიანი ვარ, არ ვარ, აი პირდაპირ გეუბნებით, არა ვარ ნორმალური. ნორმებს ვცილდები, არაორდინალი ვარ. ჩემზე შეიძლება ითქვას ეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა ვერ ვაზროვნებდი ობიექტურად, არა. სულ სხვა რამე ვიგულისხმე. უბრალოდ ეხლა არის ესეთი მომენტი, რომ მაქვს ჩართვები და როცა მაქვს ეს ჩართვები, როცა პირდაპირ მოდის ზღვა ინფორმაცია, ანუ მომენტებში არის, რომ ინფორმაცია არ მოდის ზღვა, მომენტებში არის, რომ აი ზღვასავით მოდის, ოკეანესავით მოდის და ანუ მე ეს უნდა ამოვიღო ჩემგან რა, როგორც მიმღებმა, როგორც გამტარმა, გადმოგცეთ და მე ანუ ისევ შეუერთდე იმ ენერგო-საინფორმაციო სივრცეს, ხო? ფაქის სივრცეზეა საუბარი. გინდა ველი დაარქვით, გინდა სივრცე, ან როგორც გინდათ, ისე გაიგეთ. ახლა მესმის, შეიძლება ფანტასტიკურად ჟღერდეს ძალიან ბევრისთვის, მაგრამ ესე ხდება, უხილავად. რაც შეეხება იმას, ძალიან ბევრი იქნებიან ასეთი ჩართულები, გამოჩნდებიან ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ეხლა არის ეპოქალური დასასრული. კიდევ ერთხელ ვიძახი, თავდება ეს ეპოქა, გადავდივართ ახალ ეტაპზე, დედამიწა იცვლება, მისი ფორმა იცვლება, მისი აკუსტიკა იცვლება, მეცნიერულად რო გითხრათ და ეს ყველაფერი არის გამოწვეული აი რაც ხდება მთლიანობაში. აღარ დავიწყებ ჩამოთვლას, ხო? მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ რატო ხდება ეს ყველაფერი. ბალანსი დაირღვა, ჩემო კარგებო. ბალანსი, რომელიც არის აუცილებელი ყველასთვის. და დაარღვე ეს ბალანსი, იცით ახლა ვინც და ვისმა, ასე ვთქვათ, მიმდევრებმა. და რო ადის ესე კატასტროფულად ზემოთ, ხო? თუ შენ შესაბამისობაში არ იქნები დედამიწის და ამ შემთხვევაში კოსმოსის ენერგეტიკასთან, რომელიც არის აწეული ზემოთ და იქ სულ სხვა ფასეულობებია და სულ სხვა მდგომარეობა, იქ არის სულიერება თავიდან ბოლომდე. იქ არ არის მატერიალიზმი და არ იქა იმის გამორჩენისთვის, ამის გამორჩენისთვის და ასე შემდეგ. არ არის რა, იქ არის სხვა სიტუაცია, სხვა მდგომარეობა. და თუ არ იქნები ამაღლებულ მდგომარეობაში, პირდაპირ თქვა, ანუ პირდაპირ რო ვთქვა, პირდაპირ სულიერებას გულისხმობ, აი ბოროტებიანად ერთად, აი ბოროტებთან ერთად, ხო, ესეთი ადამიანები რო არიან. პროსტორად ისინი ზოგი ადამიანებიც არ არიან მათში შესული ის არსებები არიან, ვინც მართავენ, ვინც აწყობენ არეულობას და ასე შემდეგ. ანუ ნახეთ, ძალიან მარტივად აგიხსნით. დუალისტურია ეს სამყარო. ყველაფერი არის ორი. აი ყველაფერი არის ორი, კეთილი ბოროტი, დღე, ღამე, ხო? რამდენჯერ ვთქვი? ადამიანშიც ასეა. მაგრამ რომელია უფრო მეტი მასში, გესმის? და იმის მიხედვით ხდება ზუსტად ეს. გინდა ხმის მიცემა, გინდა გადაწონვა, გინდა ყველაფერი რა. ანუ თუ შენში მეტია სიკეთე, თუ
თუ შენ უფრო მეტად ზრუნავს სხვებზე, ფიქრობ სხვების გადარჩენაზე და არა მარტო ებღაუჭები უკაცრავად და შენ სკამს და შენ ვთქვათ მატერიალურ რაღაც ბიზნესებს და ასე შემდეგ და ხედავენ რომ ზრუნავ და გულწრფელი ხარ, გადაგარჩენენ. არა და ნუ მოკლედ მოიხვეტებიან რა. თუ გაიცრებიან, თუ რა ვიცი, როგორ ვთქვა, არ ვიცი. და ეს უკვე მოსულია და ძალიან მალე მოხდება ეს. და ამიტომ ვინც არიან და ძალიან ბევრი არიან ამაღლებულ ვიბრაციებში და არიან გამტარები, ასევე არიან ესენი ხელოვანი ადამიანები. ზოგი წერს, ზოგი ხატავს, ზოგი მღერის, ანუ მათში მეტია ეს. იმიტომ რომ შემოქმედებითმა პოტენციალმა, ანუ ხელოვნება რატო დგას ახლოს ღმერთთან, ხა გეტყვით. შემოქმედია თვითონ ღმერთი. მან შექმნა და ეს ნიჭებით შემოქმედებითი ჩაუდო იმ ადამიანებს, რო იყვნენ დააბერტყა, ხო? იმათში მეტია ეს, ანუ მიმღებლობა ამ ყველაფრის, გააზრება, გაცნობიერება და შემდეგ ამის გადმოცემა, გინდა ლექსით, გინდა ნაწარმოებით, გინდა პოეზიით, გინდა მუსიკით, გინდა მხატვრობით და ასე შემდეგ. და ამიტომ ეხლა გაინტერესებთ არ გასაგებია, რომ აბსოლუტურად სხვა თემას ვეხები ხოლმე და ვიწყებ მე თქვენთვის საინტერესო პირად გაშლებს, მაგრამ მინდა რომ თქვენც იცოდეთ მთლიანობაში რა ხდება და ვცეთ ერთმანეთს პატივი, ნუ გავღიზიანდებით, მაგ ხოლმე, მაგ ეს ამოფრქვევები და ეს ჩართვები, რა ვქნა, უნდა ვთქვა. და ეხლა ეს არის ჩემი პლატფორმა, მე ჩემ ვიდეოებს ვდებ და თუ გაღიზიანებ და თუ არ მოგწონთ, კი ბატონო, არის უამრავი გამშლელები, გადადით ბატონო და მოусმინეთ იმას. პრობლემა მოგვარებულია თქვენთვის. და მოკლედ, ვაგრძელებ ჩემი ერთგული მაყურებლებისთვის და ვინც მიყურებ და უკვე კაი ხანია ვშლი და ვაკეთებ ამ გაშლებს, აბა ჯერ ვნახოთ ენერგიები, ხო? რას გვეტყვიან დღეს ჩვენი მფარველები, რა ენერგიები შემოდის. მძიმე ენერგიები შემოდის, სანამ გავშლი ვიტყვი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, გაწმენდვა უკვე აღარ არის აქ საუბარი გაწმენდვას და გადანაწილება მიმდინარეობს ძალიან დიდი და ეს პროცესები ანუ ვერთმობენ ადამიანები, ნახეთ, ვერთმობენ ადამიანები რესურსებზე ბრძოლა მიმდინარეობს, აგერ მაჩვენებთ კიდევაც კარტი. ვერთმობენ იმ მატერიალურ სამყაროს, იმ კაპიტალისტურ მატერიალურს, ვაჭრობას, გამორჩენას, უფრო მეტი ნაკლებად ვიყიდო, მეტად გავყიდო, ანუ აი ესეთ მენტალობას და არ უნდათ გადასვლა. თუ არ უნდათ იმ სულიერებაში გადასვლა, ხო, ისედაც გაიფილტრებიან ესეთი ადამიანები. ვერ გადავლენ. იქ არ არის მზაკრობა, იქ არ არის თვალთმაქცობა, იქ არ არის ვაჭრობა, არის გამორჩენაზე და იმაზე, ანუ ინტერესებზე კიდე რაღაც პირად, იქ არ არის აღვირახსნილობა. და მოკლედ მიხვდით, ხო? რასაც გულისხმობ. და რომ თავდება ზუსტად ეს ეპოქა და რომ უნდა გაიწმინდოს და გადავიდეთ ახალში და კარგში, აი იმიტომაც ეწყებათ პრობლემები იმ ადამიანებს. მიმდინარეობს იგივე რესურსებზე ბრძოლა, ფულზე. თუმცა იქ უკვე ფული საჭირო აღარ იქნება. აი აქ მაგალითად მაჩვენებენ რესურსებზე ბრძოლას, ანუ დაიცავით თქვენი ტრადიციები. თქვენი, აი როგორც დაიბადეთ, ხო? და რადაც ხართ, საუბრობ ქართულ ენაზე, მიყურებთ, ანუ ქართულ ენოვანი საზოგადოება, ასე თუ ისია, ხო, გაიზარდეთ ყველა ქართული ტრადიციებით, ქართული მენტალობით. აი ამაზეა ეხლა საუბარი. ენერგიები არის ასეთი: ოჯახი, სიმშვიდე, მეტი მზრუნველობა, გადასარევი ენერგია, თუ შენ სწორი მიმართულებით ცხოვრობ და სწორი მიმართულებით ფიქრობ, აზროვნებ და მიყავს შენი საქმე. ანუ
ამ შემთხვევაში ძალიან კარგი ენერგეტიკა მოდის, ძალიან კარგი კარტები მოდის. ყველა იქნება გადასარევად იმ შემთხვევაში, თუ შენ ხარ სწორად მოაზროვნე. აი, ესე და დავამთავრე.